აქეთ ვარ, აქეთ ანდრი, აქეთ ბებერო, გამოიხედე. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს წარმოგიდგენთ 10 იუთუბერის ბრძოლას. ისინი შეებრძოლებიან ერთმანეთს ფულად პრიზისთვის. თქვათ კი არ ვდგავართ თვითმფრინავზე. ეხლავე გაიგებთ მათ ბრძოლის წესებს. არხის გენერალური სპონსორი არის Max Win. მადლობა რომ შემსახს ესე ძალიან მაგრად გვერდში უდგას. დღევანდელი ვიდეოს სპონსორი აი ამ თვითმფრინავზე ასლის უფლება ვინც მოგცა და ეს ყველაფერი მოაწყდა თქვენ ხედავთ ამ ძალიან მაგარ ვიდეოს. არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამსახურება. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. გადმოვედით მეორე ლოკაციაზე, მეგობრებო. აგერ ჩვენი 10 იუთუბერი, რომელთან ერთადაც გადავიღებთ ამ დღევანდელ ძალიან მაგარ ვიდეოს. პირველი და ყველაზე მთავარი წესი. სანამ არ გეტყვით, ლაშა, შენ ხელების იმაში ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ სანამ არ გეტყვით, რომ ხელი აუშვით, მანამდე არ ხართ გავარდნილები. სანამ არ გეტყვით, რომ ხელი აუშვით, მანამდე არ ხართ გავარდნილები, რომ იცოდეთ რა. არჩიეთ ადგილი. დაადე, ბიჭო, დაადე. ესე რომ გქონდეს. სო, ჩელენჯი დაწყებულია, ძმებო, ეხლა ნელ-ნელა რაღაცეები იქნება რა. აკი ბიჭო ახერს. და შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ გვერდზე მყოფს ხელი გააშვებინოთ. მაგრამ არ გავაკეთე ყველაფერს, მაგრამ რაღაცებს გავაკეთე. ან მაინც გეუბნებით. ყურადღება. რაღაცა მოხდება. აუ კიდე კაი მოუემზადე, თორე აი მენაძლივს შევიკავე თავი. სენსუს დენი თუ დამარტყავს, მუშტი დაგარტყავს. ძალიან უშიშარი იუთუბერები ყოს, რა თქმა უნდა, არ დავარტყავდი ხა. ჩემთან დენი არ შეიძლება, თორე გავდივარ და კამერებით ვნახე. შეიძლება დაგარტყას, არავინ არის. მე რო დავარტყა შეიძლება? ჰიტა როგორი გამძლია? ძალიან საშინელი ხო. აზრი არა აქვს, ვერ შევაშინეთ იუთუბერები. მოდით გადავიდეთ მეორე ჩელენჯზე. სამო მაგდენით ვერ შეგვაშინე. ბაჟა! ვინმე ხო არ გიტრაკებს მან? თუ არა აქ თქვენები ვართ. კაი ხარ. უზარმაზარი ზომის გველი, რომლითაც ვეცდებით შევაშინოთ მონაწილეები. ფასტ ფუდიც მოვიდა. ეს მწერია კაც. სპორტულებს გაჩვკებ ნაკრებისას. პირველი კორკოტა. გაიც მომას გავიშჩევთან არ მოიყვან. კისერზე დაუსვოთ კორკოტას. მიდი. არა, რასაკეთებ, შემიდებ და წაიყვანე ძმაო. ბიჭო ძალიან ცივია ძმაო. წაიყვანე ბიჭო მომაშორე. მომიჭირა ხელზე ძმაო. შეიძლება ცოტა ხანში დაგახჩოს. ხელი ესე გქონდეს, რო არ დაგახჩოს. ოიმე წაიყვანე ბიჭო სამო. ეხა ზარქუასთან მოვიდეთ. მართლა ის ურეკავს რა ქვია, ურეკავენ უცხოეთ. მოდი, არ ურეკავენ. გადავს. არა, მართლა სერიოზულ საქმეზე ურეკავენ. რასკოთა მიდი და მე მოდი ჩემ. გული მე. შემოხვეული. სუნია აქ? არა. აი ბიჭო რეებს აკეთე მართლა არ გაჭედოს მე ამანტო არ მეშინია საერთოდ მართლა. არ შეგვეშინდა, წაიღე. დაგრჩობა იცის იდეაში, მაგრამ ნუ ვეცდებით ისე ვქნათ, რომ არ დაგახჩოს იტა. ვარდი ხარ. უკმენ და დასწრებს. ვიგო. აი მე რა თავი მოგედო რა. გიჭერ. იტა გავუშვა. კარგი რა. ბოდიში მეგობრებო, მაგრამ მე ვიფიქრე რომ ყველანაირად ორი კაცი საკმარისი იყო ესე და ჩემს კიდევ წამოხვიდი. უკვე ვეღარ გავძერთ ამ დასტო ახლოს იდგა ისედაც. ბოდიში ჰიტას გულები მეგობრებო, ჩვენი ძმა და მეგობარი. ბოდიში ვინც ჩემს გულშემატკივრობას აპირებდით მეგობრებო, მაგრამ სო არაუშვის, კარგი, მადლობა. -1 კაცი არაუშვის. ყველია წაგან ბასტოს სახეზე უკბინა. კაბინა არა იმას. არა, აკოცა კაცო. ვაიმე რომ სინძინეა, პატაო. სახესთან გაქთავი, ყურე. რამდენი კილოა მითხარი? 15. მოფერე და სიამოვნო მოეჭ. სო, გადავიხანოთ ლაშაზე. ეხა გზნობს ესე. რაბანასთან გადავიდეთ? იდე ჯერია. მართლა? აუ, ძალიან ბიჭი. აზრი არ შეიძლება. კარგი. მაგრამ მოვიტყვი, აი ცხოვრებაში თუ რამის მეშინია გველია. ძალიან უშიშარი იუთუბერები ყოს ხალხო, რაც ძალიან მომწონს. მე მეუნებიან გიჟ კონტენტს იღებ. აი, მგონი დაიღალა ეს გველი, სადაც დამგზავრები. მიჭირავს, თორე ვარდები. ხო, ერთადერთი ვინც გავარდა ჯერჯერობით არის ჰიტა. აი ეს დამიტოვეთ მე? ჩება, დასჯა. გადავიდეთ შემდეგ ჩელენჯზე. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ძაღლმა გააშვებინოს მონაწილეებს ხელი. იუთუბერებო, გეტყვით, რომ ეხლა მესამე ჩელენჯი ბევრად საშიშია, ვიდრე გველი ეხა რო იყო. იმიტომ გეუბნებით, რომ მაქს არ უნდა გამოძრაოდეთ. რა არის? ნუ ნახავთ რა. ხელი აი ესე გაშალე ეხლა. დაუდე.
დაიწყე. რატო იწყებ? ყველასით ვიწყებ. მოკლედ ცოტა შეიძლება აგეწოს, მაგრამ არა. ჩაიკუზე ხელი არ გაუშვა. ერთი წუთი ხელი აი აქ ჩამოწი. მიხარი ძაღლია? ძაღლია, პიტბულია. მე ხელს ვიშვებ. დარწმუნებული ხარ? მოემზადეთ ალექს რეი უშვებს ხელს. ანუ უთხარი რომ ძაღლი მოგყავს პიტბული. მართლა აუშვებ ხოლმე. ძაღლი თუ არის მართლა აუშვებ. უშვებ ხელს. მაგრამ ასე. ნუ კაი, всё, გავუშვი. გადაუღეთ ხელს. TikTok-ზე მაწერე კორკუტა და ძაღლები. გააკეთეთ იგივე ყველა. ალექს რეით დავიწყე. არ დამსვარო, ოღონდ არ დამსვარო. ხო, ის საფარი. რაულაშა ჩემის. რაბანასთან სო. ვახ, ჩემი ლამშა. საჭმელი დაიდე ძმა. საჭმელი სადა? არა მას წავა შეჭამაო. მომეც შიშისგან შევჭამე. სულელურად გამაშენებია. იცი რა არის? გაუთხდა ესე ცოტა რატომ მე. ტიმუ აღარ ახდე, ტიმუ. სასუსტავი აქ არის. აი, რა საკეთებ, ზო, შენ TikTok-ერი არ ხარ? აი, მიკმინა. ტენი ძაღლი. შეიძლება რა ვიცი. აა მოიცა კატის სუნი ამდე. ჩამოდი დაბლა ჩამოდი. დაბლა ჩამოდი. ბიჭო არა სახში ყავს 3 კატა. აინც ხო იცი კატა ძაღლი. ერთმანეთთან ვერ ძოვე. კაი, რავი, უშვებ. აი გეგატავე. კარგად, ხელი კარგად მიადე, ხელი კარგად მიადე. გაუშვა გაუ. ოურატი. კი, გაუშვი შე. იღებდი? გადავახვევთ განახი. კამერებშიც გადავამოწმეთ, ყველანაირად გადავამოწმეთ, თქვენც ნახავდით. რომ რატი წააგო და აუშვი. აი აქ იყო რატი მეგობრები. ბარათიშვილის ორ ნომერში. მან მიპოვით? მან მიპოვით რატის. გამოიწერეთ ცენსუსას არხი და გავით. ჩემი მიზანი იყო ის, რომ ძაღლმა მაქსიმალურად ხელი გაგაშვებინოს. გაგაშვებინოთ სულ ყველას. იგივე გააშვებ. ლაშაც და რატიც გავარდა ხალხო. მენანება რა ეს კაცი. მენანება, ამისთვის მენანება. აუ, როგორი ნაცრენია. აუ. რო იცოდეთ შესანიშნავია მეგობრებო, რომ აი ამ უსაყვარლესმა არსებამ, რომელსაც შეუძლია ერთი მოკვეჩით ხელი წამართალოს, გააგდო ორი მონაწილე. ეს კაცი, ეს უმაგრესი ადამიანი, კახა არის კინოლოგი და შენ ინსტაგრამი რო უთხრა ხალხს, ახას სკოლა ნებისმიერ პლატფორმაზე და ახას არსიც, ვისაც მანქანები გიყვართ, ისიც ნებისმიერ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიყუროთ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძმაო, გაიხარე. ბასტო, ისე შენ თუ იცოდი რომ შეგიძლია თვითფრინავი იყიდო $80,000-ად, მართვის მოწმობა აიღო ფრენის ერთ წელში თუ ისწავლე. არ ვიცოდი, მაგრამ ეხა ვიცი. შენ თუ გენდომება შეგიძლია მიხვიდე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში და ერთ წელში შეძლებ მიიღო უფლება ფრენის. პრაქტიკიანად? პრაქტიკიანად. მანქანის მართვის მოწმობა არ მაქვს, არც მიცდი არ მქონდა და არც თვითმფრინავის აიღებდი და დაპირ თვითმფრინავის მექნება და გემი. სანამ ჩემი გუნდი ამზადებდა შემდეგ ჩელენჯს, დადგა დრო, ბიჭები დავპატიჟო ქუთეს უგემრიელეს შაურმაზე. სანამ ჩვენი მონაწილეები ისვენებენ, შეგვიძლია ვაჭამოთ. ვისვენებთ კი? შაურმას გაჭმევთ, მთავარი ხარისხია რო იცოდე. გამიხსენი რა ერთი ჩემი ბიჭი. გაგიხსნი ყველაფერს. ხო, გაიხარე. წამოდი დანარჩენებსაც დაურიგოთ. უწიწაკო უხახო. ოზი არ გვაჭმევდა. სენსა ნახე განჯი გავა. ეს კოკაკოლას მომიტანე. ყველაფერს მოგიტანთ ეხლა. ამ ჩელენჯში მონაწილეები დაწყვილდებიან და ის მონაწილე, რომელიც დარჩება მარტო, გავარდება. ამ ჩელენჯში უნდა დაწყვილდეთ და ის მონაწილე, ის ერთი მოთამაშე, რომელიც დარჩება მარტო, ვარდება. რა არის? ჩელენჯი რა? ის იუთუბერები, ვინც ხართ, ერთმანეთს უერთდებით, წყვილდებით. და ის ერთი იუთუბერი, ვინც რჩება, ვარდება. აპატიოს ყველა მიკვიც დარჩება. თქვენს დაწყვილდით? დარჩა ალექს რეი. ალექს, ამათმა შენ გაგწირეს. ამიტომ შენ ახლა ნებისმიერ მოთამაშეს ირჩევ მეწყვილეთ და ვისაც აირჩევ, მისი მეწყვილე ვარდება. მე ვერ გავწირავ. არა, მაშინ შენ უნდა გახვიდე. ანუ იმენა სპიდ გეიმში გავიჭი. ალექსა დარჩა მარტო. ალექსა გააგდებს ერთ ადამიანს. კიდანაც შეგიძლია არჩი. აი ის რანაირად დატოვებდა ისინი მარტო. მოიცა так, შენ არის ყავი ამას ხელი რომ მოგიწევ. აქ რა შედის როგორ მომეკიდე? შედის როგორ მომეკიდებინე ძმაო? მანქანის კონტენტი მანქა ერთად გავაკეთოთ ძმაო.
გაქვს დავინიშნავ დროს ზუსტად 1 წუთი. წავიდა. 1 წუთი, კაი. ავწან დავწან. შენ ავტოკონტენტის თემაში ხარ და აი შენ რაც გჭირდება ცხოვრება. ჩემი ზმა მიენა. მომისმინ. 15 წამი დაგრჩა. მე მაგდებს უეჭვენ 100%-იანი და წავეც ახში. კაი, როგორი წყალი არ გავა, იცი? აი 100%-იანი არ და რაღაც ვალორანტიო რაღაცა საერთო ენები გამოვნახეთ, მაგრამ ვიღაცებს მარტივად ავიწყდებათ რაღაცეები რა და შენ ვის მოკიდე ხელი უცებ როცა ჩვენ ეგრევე მოვკიდეთ, იმიტომ რომ მე რატო არ მომკიდე? არ გისტო, ხეს რა მოკიდებდი, რავი, იქნებ კეცი მაგა, ნუ მისто კაცო, გამაგდე რა გავაკეთო. კორსის აგდებ? არა, სირჩე. კორსის ირჩევ? შენ რავი, სახში მივდივარ მე რო იცოდე და სხვისი იმით რომ ვარდები, ეგ წყდება გული, იმიტომ რომ აი დილამდეს რომ მომწევო და დავდიებო. შენ არ გამწირე? შენ არ გამწირე? მე მარტო? შენ არ გამწირე? ეგ ფაკა გახტირა მე რა მივიდა. ისინი რა შუაში არიან? აღარ მიდა ძმაო რა. დაუშვეს ბიჭო ერთ მაგას ხო? რა ყველა გაწირა ბიჭო, ცოტა ასე მოდი. რაღაცა იმასაკი შეიკრიბეთ და რაღაცა დაარტყიდა რა. ის დაიმახსოვრე ხო? ამან რომ შექპირდა რაღაცა. ანუ რაბანას არ გავაგდები. რო რამე იცოდე რომ შოუმენი ვარ, შენი გადაცემისთვის არის პროსტა ცუდი. შენ არ მოიწინო, ეხა ნახე ამათ რა გააკეთონ. ეხა ნახე ამათ რა გააკეთონ. დაალაიქეთ აუცილებლად ვიდეო, ეს ვიდეო ავიდეს. რამდენ ლაიქზეც გინდა. ბიჭო, იდეაში მე გააგდა იყო გასაგდები, რომ შენთან ეგ და ეხა მიხდი მაგას? ვაფშე არ ვარ მაგარი აფერის. პროსტა შენ გიეთქობა რა აფერისტიკა. კი, ეგრეც ყველაფერზე იტყვის რომ ადო იხავე. ზოგს არ ეთქობა. ზოგს არ ეთყობა. იქიდან გამომდინარე, რომ თვითმფრინავი ღირს $1 მილიონი გადაგვაქვს ბრძოლა დროებით სხვა სივრცეში. მონაწილეებმა ყველანაირი ძალებით უნდა შეეცადონ გააშვებინონ მეტოქეს ხელი. პირველს ვიწყებთ თქვენგან. ორივე ხართ ჯანზე. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეგიძლია აირჩიო ხელი, რომელიც გექნება თავისუფალი. აირჩიე ხელი. მარჯვენა. და რა ხდება? გეტყვი. როგორ ჩანს ბრძოლა მოგიწევს. ლა 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 ლა. აი ეგ უნდა წავსვა ახლა, ეგ დასრულები ხო ვერ წავალ. აი სამო რა, ეგეთი რაღაცა არის. აი რა ხდება? მოიტანე. რა? ისე უნდა ქნათ, რომ 1 წუთში ხელი გააშვებინონ ერთმანეთს. თუ რომელიმე ვერ გააშვებინეთ, ორივე ვარდებით. 1 წუთი. არა, ეგრე არა რა. ეგრე არის. ჯეირანი ვითამაშოთ. რა ჯეირანი არა ხო ის კიდე. კი მე რიბძოლე იტოპში. ბიჭებს აქვთ 1 წუთი. უნდა შეეცადოთ ერთმანეთი გააგდოთ. წავიდა. მე არ ვარ მზად. წავიდა. კორკოტამ წააგო. ორივე გამოვწიე. შენ პირველმა გამოწიე. ყოშა კორკოტმა. ამ ჩელენჯში გავარდა კორკოტა. რა მარცხენა ხელმა გამოვწიე. შენ კიდე წავედით თვითმფრინავს ხელი დაადა. ძალიან დიდი მადლობა კორკოტას. ჯიგარი ხარ. მადლობა დაპატიჟებისთვის მო. კიმერ წარმატებები. გაიხარეთ მო და დიდი ბოდიში. ბიჭების სკოლის უკან გამოვიყვანე. სახეში არ ვარ, ხო და არ. ხო, სახეში დარყმ. ხელს გავუშვებ თუ არა წააგებ. შემდეგი წყვილი არის ალექს რეი და კორსიზი. ბიჭებო გაქვთ 1 წუთი. ვინც პირველი გაუშვებს ხელს, იმან წააგო. 1, 2, 3. თუ ორივემ ვერ გაუშვით, მაშინ ორივე ვარდებით. მენა ფარიკაობა. ნახევა. გაჭედა ქორო ჩემი. ცხოში მოხდა. მართლა? და ბოლო წყვილი არის ბასტო versus ამიკო ზარქვა. ვიტყვი თუ არა დაიწყეთ. 1, 2, 3. თუ 1 წუთში არც ერთმა არ გაუშვა, ორივე ვარდებით. არაუშვოს. რა იბრძოლეს ჩემი? მე დავუშვე. ამ წყვილში გამარჯვებული არის ამიკო ზარქვა. დავუმშვიდობოთ ბასტოს, მადლობა ბასტექს, რომ მოხვედით ჩემი ძმა. ანდრო, წავედი, ანდრო! აბანო, წაგიღებ ძმაში. გამაში გამობა. ის მოთამაშე, რომელიც აკენწლის ყველაზე ნაკლებს, დატოვებს თამაშს. ეხლა დარჩება 2 ადამიანი. ძალიან მარტივი ჩელენჯია, მაგრამ არა ყველასთვის. იდეაში ყველა ახლოს აბურთან მე რამდენადაც ვიცი. ქოროც, ამიკოსაც აქვს გამოცდილება, ქიმერა, ასე თუ ისე. თქვენში ყველაზე ნაკლებს ვინც აკენწლის თქვენ სამში, ისე რომ ხელი არ უნდა გაუშვოთ, ის ვარდება. რა არის ბაბარტი? დავდო? ხო, კარგად გეწევს როგორც. ერთზე თუ დავარ და არ ითვლება.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 ოპა 73 როგორც დაითვალა? ეხლა მე სასწავლო თუ გადამარჩეს. ჩემ ბოტასი მოგცა გინდა? სოკოები მაქვს პროსტა. მიდი. 4 1 2 3 არ მემიკრია, არა, ხო ვიგზენი. არ მემიკრია, არ მემიკრია. ეგ არის რა. მე მეგონა რომ 4-ზე მე საკენსელია. ბიჭო, მეც მეგონა, მაგრამ ძალიან გავყევი მე და ეს აღარ მიმიდია მართლა ის თორე ხო ვიტყოდია რა. ძალიან დიდი მადლობა ამიკოს, უღრმესი მადლობა ძმაო. მე ვიცი რომ შენ იშვიათად დადიხარ. საფეხურზე? ზოგადად. კოლაბორაციაზე ხო? ძალიან დიდი მადლობა რა. ოქრო ხარ, რა გაიხარე. მადლობა პირიქით, კაი გონდეთ. დავაი, აბა წარმატებები. მე როგორც ვიცი, შენ ძალიან გეშინია ფრენის. დაგემშვიდობები ქიმერგის წავა გამარჯვებას. გადაუყვარს ხო? ჩაუჯდები და მე უნდა გავატარო. ერთად ავწიოთ ხელი თუ ხელ გავუშვებოთ, უნდა ჩაშიდდეთ ვიდი ფრენავში. ხოროს ძალიან ეშინია. არა ნაკლებ ქიმერასაც. ხიბლი ამ ჩელენჯის ის არის. მე თვითონ უნდა ვატარო. დიდ მადლობას გადავხდი პილოტს თუ არ შეეხები შენ არაფერს. არ ძერა, ეხლა რატო ვძდები? ეშინია. ეშინია არა, ეს ხო, ვიღაც მირტყავს უკდინა. მონაწილეებს მოუწევთ ფრენისას არაუშვან ხელი თვით ფრინავს. დამანები და წადი და გაიარე შეგზაზე. მეოთხე. გადააგერე ავტომობილი. გააცურე ბოლომდე და მოდი. აუ ეს ხელი ძალიან ცუდა. აის. ბიჭო, ეს რო ჩამიბუროთ არ შეიძლება. ეს ხო თქვენი გაკეთებული ის არის. მატორიო თუ რაღაც რომ მეუბნებოდით. მერე? უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი ხო? დაფრინავდა დღეს ეს თვითფრინავი, პირველად არ მიფრინავს. ხორო შენ თუ იცი რომ შეგიძლია 1 წელი ისწავლო ფრენა და შემდგომ შეძლო დამოუკიდებლად ფრენა. ანუ მე შევიძლია მივიდე და აიღო ლიცენზია და ჩვეულებრივად იფრინო რა და 2 თვეში შეუძლია? ანუ 2 თვეშიც კარგად თუ ისწავლე აიღე. საქართველოს 99% ქართველი პილოტების აქ ისწავლეს ფრენა. შენ ხვდები რა მაგარი პილოტის ხელში ხარ ახლა? ბიჭო, მართლა კი არ მეშინია კაცო. ამ ყველაფერს გვთავაზობს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი, ხო? გაიხარეთ, იმედია. 10 ნაფრენი საათის შემდეგ შეგიძლიათ დამოუკიდებლად იფრინოთ ყველა. 4 თვეში შეგიძლია თავისუფლად აიღო, ასე რომ ვთქვათ, მართვის მოწვევა. უეჭველი. აქ საპირფარეშო არ გაქვთ, ხო? აი ეს ლურჯი რაღაც რო არის ეგ არის საფრთხე. კიდე საქართველოს 99% პილოტების აქ აქვს დასწავლა. კი, ყველას 99.9% სტაჟი აქ აქვს. ებო, ჩვენ ვიმყოფებით თელავის აეროპორტში, საიდანაც სულ რამოდენიმე წამში აფრინდება Boeing-ი C307, რომელშიც სხედან შესანიშნავი ადამიანები. იმედია, ყოველთვის მოიგონებთ ხოლმე სუფრაზე. აი, ეხა მართლა ვერსად ვერ გავიქცე. სად ხარ ხორო? არა, მიშველი, ტესტი შდავს, მიშველიც, ვიდმე მარიცი. ხელი დაფიქსირებულია. ხოროს ხელი დაფიქსირებული. სად ხარ? სად ვარ? არ ვარ. აი და რარი გიხდება ლოგის პირას ხალია და აი აი მე ბიჭო აუ ვახ 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 ეს ბიტავარ ეს კაკი ფორპალ პრეარ ხოიცე აუ შეგიძლია ისწავლო ფრენა. გაახილე თვალები, გაახილე. აი! ეხლა ის დრო არის, როცა შენ უნდა დაძლო ეს შეშლა. დავწლია ტროფიმა დავწლია, მაგრამ ჰალელუია! 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 ჰალელუია!
იმენა ანა 7-დან მოვდიო. ეხლა შევაყენებთ ანგარში ისე რომ ხელს არ გაუშვებენ და გავაგრძელოთ ჩელენჯი 1-2 საათში. ბოლო და გადამწყვეტი ჩელენჯი. ხელზე ჩამოვკიდებთ 5 კილოიან გირებს და ის ვინც პირველი აუშვებს ხელს ავტომატურად ეთიშება თამაშს. ფრენის შემდეგ აი ესეთი დასტრესილები, ქიმერა იმდენად არა, მაგრამ ხომ გადააბიჯა თავის ფობიას. ეხლა დარჩა ბოლო ჩელენჯი, რომლის მიხედვით ჩვენ გავიგებთ ვინ არის გამარჯვებული. ბოდიში ძალიან დაღლილი ვარ, ბოლომდე მაინც მივიყვანთ რა. აირჩიეთ. ჩემი? შენი. ეს. შუათი. წავყავს ხო არ უჩვენეთ შუათი. დისკვალიფიკაცია. მარცხენა ხელი. ხო. შენ აირჩიე. რომელიც დასვენებული გვაქვს ეგ დავდო? მარჯვენა მირჩევნია. ხელი დაადე მარჯვენა და მე აუშვი მარცხენა. ვა. წეგან რო ბურთი გააძრე, ეხლა მაგიტო ეს გააძრე. ხო, წეგან ქიმერა იყო სუსტი, მაგრამ ეხლა ქიმერა არის ძლიერი ამ ჩელენჯში. მაგრამ აქ შეიძლება ქიმერასგან იყოს ფსიქოლოგიური შემოტევა, ასე რომ ქოროს მე გამძლეობა მაქვს ნანახის. ამას ხელთაც მანითა რიღადაო, ლაშას გამოცდილები აქვს. რა? ანუ ხელსათმანი უარესია? კი, ხელთაცმანი უარესია ლაშა მიცის. მოაშორეს ბასტო. რამდენი კილო ხარ? 80. მე 60. მე მაქვს ნანახი ამის გამძლეობის მომენტები ძმაო, არ ვიცი. ქოროს უკანკალებს ხელი. იმასაც უკანკალებს. როცა უკვე ძალიან გაგიჭირდება, ძალიან მიჭირს. გაუძელი, ქორო, გაუძელი, არ გაუშვა, ქორო. კუნთს ვეღარ ვგრძნო. ბიჭო, ფრენას გადაურჩე, ამას ვერ უნდა გადაურჩე? მარჯვენა ხელზე მარცხენა როგორ ჩამოვართვა, მაგრამ აღარ შემიძლია მან. ნებდები? კი. ქორო! არა, აი ბოლო 1 წუთი ძმაო. გიჟდები იმენა. საავში ჩემ რა პოზიციაში დგახარ. ცოტა შეწუხებული სახე მიიღე, ვითომ შეც ძალიან გიჭირს. ვერა. ყოჩო! ნამო, ნარუტო ხარ შენ ნამდვილი. 10, 9, 8, 7, 10 საღოლ ქიმერ, საღოლ ქიმერ. უკანკალებს. რას არ მიკანკალებს? ხელი არ გააძო. ქორო შეგიძლია ორ. ვაიმე ქიმერასაც როგორ უკანკალებს დედას მიცავარ. ქიმერას უფრო უკანკალებს. უძლებ. აი ამეშვა. აგეშვა? კი. ზემო თავწიე პატარაზე და ამეშვა. სა. ანი მაქსიმალური დადო რა და რა შეიძლება. აკეთა ხელს ვერ ვიგებ. აი ესეაც აზრიც აღარ ქონდა დიდად, ეხლა ჩემზე დიდხანს გაძლევდა, მაგრამ მე ცოტა ზემოთ ავწევთქო და ზემოთ რო წევდი, აი ეს დამემართა რა. რამდენი წუთი გაძლებდი კიდე? შეიძლება ნახევარწუთში უკვე გამიშვა რა. ძალიან დიდი მადლობა სულ ყველას. უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მადლობა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, რომ მოგცა ამ ყველაფრის საშუალება. ზუსტად აი ეს დონე, რაც დაიდო დღეს, არ არის მარტივი ხალხო, არც თეორიულად, არც პრაქტიკულად. ორივენაირად არის ძალიან რთული. მადლობა ყველა მონაწილეს. ჩემს არხზე მე მგონი ყველაზე მაგარი ვიდეო გამოვიდა. ყველაზე მეტად გული დამწყდა რაბანაზე. აი ეგრე რომ უშვებენ არ მიყვარს. ესეთ შეუპოვარი ადამიანი როა და აქამდე რომ მოვიდა, ჩემი მოგებული კვიზის ნახევარი მინდა გადავწყვეტ. ოპა! ყოჩი რა. მე ესეთი რამე არ მინახავს ვაო რა. დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. წარმატებები. მოგებულს კითხოთ რამდენ ლაიქს ავიყვანოთ? 25,000 ლაიქი დავიყვანოთ ეს ვიდეო რა.